ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ტურნირზე ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ხმაურიანად დაბრუნდა. ლეო მესიმ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის პირველ შეხვედრაში ალჟირის წინააღმდეგ ჰეტრიკი შეასრულა და მოქმედ ჩემპიონს 3 ქულა მოუტანა. მატჩის მასპინძელი ქალაქი კანზას სიტის ქუჩები არგენტინის ეროვნული ნაკრების ფერებში გამოწყობილი გულშემატკივრებით გაივსო. მატჩის შემდეგ ორივე გუნდის გულშემატკივრები მადლიერები იყვნენ, რომ უდიდესი ნიჭის მქონე ფეხბურთელის თამაშის ხილვის შესაძლებლობა მიეცათ. მეფეა მესი მსოფლიო ჩემპიონატზე 3 გოლით დაბრუნდა. მბაპემ 2 გაიტანა, ამერიკელმა ფეხბურთელმაც 2, მაგრამ ახლა მესის 3 აქვს. ვიღაცამ მკითხა როგორი იყო ჩემი გამოცდილება. მესი არის ეს გამოცდილება, ჰეტ-ტრიკი, მსოფლიო ჩემპიონატი. პირველად ჩემს ცხოვრებაში, ჩემი პატარა გოგო აქ მოვიყვანე. დაუჯერებელია. ვიტირეთ, ბევრი ვიტირეთ. მესი საუკეთესოა, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ვნახე როგორ გაიტანა 3 გოლი. ეს მშვენიერი იყო, ბედნიერი ვარ. მეუღლესთან ერთად ვიყავი, როცა არგენტინა ნიუ-იორკში ბრაზილიას ეთამაშა და მაშინაც მან 3 გოლი გაიტანა. მიყვარს მისი თავდადება. ეს მისი მე-6 მსოფლიო ჩემპიონატია. ის 39 წლისაა და მაინც თამაშობს მსოფლიო ჩემპიონატზე. უმაღლეს დონეზე. ჩემთვის რთულია, მაგრამ რადგან ეს მარცხი ისეთი ვარსკვლავისგან მოდის, როგორც მესია, ამას დიდი გულით ვიღებ. ბოლოს და ბოლოს ეს ხომ მესია და ახლა მისი კარიერის ბოლო ეტაპია. ულოცავ მესის და არგენტინას. 2026 წლის მუნდიალზე მოქმედი ჩემპიონის გახსნითი მატჩის სანახავად ათასობით გულშემატკივარი შეიკრიბა არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში მოწყობილ ფანზონაში. ალბასეტეს გულშემატკივრებს ჯერათ, რომ მათი ნაკრები ტიტულის დაცვა შეძლებს. დაგვიბრუნდა რწმენა, რომ ეროვნულ ნაკრებს მე-4 მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეუძლია. ჩვენ ამის სრულად გვჯერა. თავიდანვე მჯეროდა, რომ 3-0 მოვიგებდით. ეს მატჩის დაწყებამდეც ვთქვი. ამ გამარჯვებით გვჯერა, რომ მე-4 ტიტულის მოპოვება შესაძლებელია. ეს ახალ იმედს გვაძლევს. მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მატჩის მოგება ყოველთვის მნიშვნელოვანია და ეს უდიდეს სიხარულს გვანიჭებს. ალჟირის წინააღმდეგ შეხვედრაში, რაც ლეო მესის სანაკრებო კარიერაში მეორადზე მატჩი იყო, ანგარიში მან პირველი ტაიმის მიწურულს საჯარიმოს გარედან ძლიერი დარტყმით გახსნა. მეორე ტაიმში კი ალჟირის მეკარეს ლუკა ზიდანს, რომელიც ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი ზინედინ ზიდანიშვილია, კიდევ 2 გოლი გაუტანა და მუნდიალებზე პირველი ჰეტრიკი შეასრულა. ალბასეტეს 10-ანმა ეროვნულ გუნდში ჯამში 120 გოლი დააგროვა, მსოფლიო ჩემპიონატებზე კი 16. რითაც ტურნირის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირს გერმანელ მიროსლავ კლოზეს გაუთანაბრდა. მე-6 მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის მიუხედავად არგენტინის ნაკრების კაპიტანი ამბობს, რომ ფეხბურთის თამაში სიამოვნებას კვლავ ძველებურად ანიჭებს. გუნდი ისეთი ერთიანია და ძლიერია, როგორც არასდროს. ეს ყველა ვარჯიშზე, ყველა ამხანაგურ მატჩში ჩანს. ეს არის გუნდი, რომელიც იბრძვის, რომელსაც ყოველთვის მეტი უნდა და ყოველთვის ცდილობს. ხან უკეთ გამოსდის, ხან უარესად, მაგრამ მუდამ აქვს სურვილი იყოს საუკეთესო და გამარჯვებისთვის იბრძოლოს. სიმართლე გითხრათ, ეს არის გუნდი, რომელიც ამ ყველაფერს იმსახურებს. როგორც ყოველთვის ამ ყველაფრისგან იგივე სიამოვნებას ვიღებ, არაფერი განსაკუთრებული, მიყვარს თამაში, მიყვარს კონკურენცია, სადაც არ უნდა იყოს. დღეს კიდევ ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე რა თქმა უნდა არის დამატებითი ბედნიერების განცდა, მაგრამ ამას ზუსტად ისე ვუდგები, როგორც მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში ვაკეთებდი. გამარჯვებელი გამარჯვებით არგენტინის ნაკრები ჯგუფში 3 ქულით პირველ ადგილზეა. 3 ქულა აქვს ავსტრიის ნაკრებსაც, რომელმაც იორდანიის ნაკრები 3-1 დაამარცხა. მეორე ტურში არგენტინა სწორედ ავსტრიას დაუპირისპირდება, ხოლო ალჟირი იორდანიას შეხვდება.